თბილისის თუთქალაქის ტერიტორიიდან და საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდან დევნილების გამოსახლება დასრულდა. გამოსახლებული ოჯახებიდან სამინისტროს მიერ გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხეში შეთავაზებულ ფარჩი გადასვლას მხოლოდ ერთი ოჯახი დათანხმდა. სამინისტროს წარმომადგენელმა ლაშა ჩიკვილაძემ დევნილი ანუსია გერლიანის ხუთსულიან ოჯახს ბაკურციხის ყოფილი კოლეჯის საერთო საცხოვრებელში ორი ოთახი გადასცა. გერლიანების კუთვნილი ავეჯი გამოსახლების და გადატანის დროს დაიმტრა და დაზიანდა. ბაკურციხეში კი მათ არაფერი დახვდა. დაპირებული ევროპული სტანდარტების ნაცვლად აღმოჩნდა, რომ დევნილებისთვის განკუთვნილი შენობა ართბება, სახურავიდან წყალი ჩადის, დაზიანებულია წყალგაყვანილობის მილები, რის გამოც ოთახები ნესტიანია და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს ქმნის. განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელთა ბაკურციხეში ამ თემებზე არავითარი კომენტარი არ გააკეთეს. მე შევიდა გაზი გამოგიყვანეს და შეგრი ვიყინებით. არავითარი გაზი არ აქვს, არაფერ გაცომა არ აქვს. არავითარი წყალი არ აქვს, ყველაფერი გამჭებულია. წყალი შინ არ აქვს, ყველაფერი გამჭებულია. ჩვენ კრანტები არ აქვს, არაფერი არ აქვს. არავითარი შეხოვთ არაფერი არ აქვს. ჩვენ აღარ ვქნათ. იგი 17 წელია სულ ავტომობილის სიმაში ვარ და აი ამ ძონძების ტრევაში რა. ასეთია ჩვენი მდგომარეობა ამ 17 წლის განმავლობაში.